მოგესალმებით. კრიტიკული აზროვნების სკოლა ახალ ზღაპარს წარმოგიდგენთ. დღეს წიქარას წავეკითხავთ. შეგახსენებ, რომ ჩვენი ვიდეო 3 ნაწილისგან შედგება. პირველ რიგში ზღაპარს წაგიკითხავ, მეორე ნაწილში კითხვებს დაგისვევ, ამიტომაც ყურადღებით უნდა იყოს. შემდეგ ნაწილში კი ტვინს გავავარჯიშებთ და ნეიროსავარჯიშოებსაც გავაკეთებ. ამიტომაც ყურადღებით მისმენთ. იყო და არა იყო რა. ღვთის უკეთესი რა იქნებოდა. იყო ერთი პატარა ბიჭუნა, რომელსაც დედა ადრე გარდაეცვალა. ცოტა ხანში მამამ ახალი ცოლი მოიყვანა, რომელიც ბოროტი დედნაცვალი აღმოჩნდა. ის მუდამ ცუდად ექცეოდა პატარა ბიჭს. ბიჭუნას ყავდა ერთი საყვარელი ხარი, სახელად წიქარა. ყოველდღე მინდორში დაჰყავდა საძოვარზე, აბანავებდა, ჭდილში ასვენებდა, რომ მზეს არ შეეწუხებინა. წიქარა და ბიჭი საუკეთესო მეგობრები იყვნენ. დედინაცვალს სურდა, რომ ბიჭი როგორმე მოეშორებინა. ერთხელაც მოიფიქრა ვერაგული გეგმა. თავი მოიაბად ყოფა და მამას უთხრა, ხოლო წიქარას გულღვიძლი მომარჩენსო. მამა შეწუხდა, მაგრამ გადაწყვიტა წიქარას დაკვა. დილით როცა დანასლესავდა, ბიჭმა ჰკითხა, რისთვის ამზადებდა დანას. წიქარა უნდა დავკვალ, უპასუხა მამამ. დაღონდა ძალიან ბიჭი და თქვა, წავალ, წყალს მაინც დავალევინებ ჩემ წიქარასო. აიყვანა წიქარა წყალზე და აატირდა. უცებ წიქარა ალაპარაკდა. რატომ ტირი ჩემო მეგობარო? გაუცდა ბიჭი, მაგრამ უთხრა, დაკვალს გიპირებენო. ბიჭი უთხრა წიქარამ, შენც საფრთხეკელის, წადი მოიტანე ერთი სალესავი, ერთი სავარცხელი და ერთი ბოთლი წყალია. შემეჯექი ზურგსა და ერთად გავიქცევ და შესთავაზე წიქარა. ბიჭმა ყველაფერი მოიტანა, წიქარა ზურგზე შეარჩა და გაიქცნენ. როდესაც დედინაცვალმა გაიგო ბიჭისა და წიქარას გაქცევის ამბავი, თავისი ბოროტი ღორი გაუშვა მათ დასაჭერად. როცა ღორი კინეხამ დაეწიათ, წიქარამ უთხრა ბიჭს, გადაღვარე წყალია. ბიჭმა გადაღვარა წყალი და უესწრად გაჩნდა დიდი სხვა. ღორმა გადაცურა სხვა და ისევ დაედევნა ბიჭუნას და წიქარას. შემდეგ წიქარამ ბიჭს უთხრა, გადააგდე უცებ სავარცხელია. ბიჭმა გადააგდო სავარცხელი და გაჩნდა ხშირი ტყე. ღორმა ის ტყეც გადავახა. ბოლოს წიქარამ უთხრა, გადააგდე უცებ სალესია. ბიჭმა გადააგდო სალესი და აღიმართა მაღალი ტყე. ორი ყდაზე ასვლა შეეცადა, მაგრამ ფეხი დაუცურდა და უწყლში გადაიჭეხა. წიქარამ ბიჭი ერთ ლამაზ მინდორზე მიიყვანა, სადაც ცისკენ ასიდული ალვის ხე იდგა. აიყვანა ბიჭი ხისკენ წერაზე, მისცა ორი ჯადოსნური სალამური და უთხრა, მე მინდორში ვევლი. თუ რამე გაგიჭირდეს, დაუკარი საჭირო არამოსალამური და მაშინვე მოლავ. თუ გილხინდეს, დაუკარი სალხინო სალამური, ის საჭმელსაც მოგიტანს და სასმელსაცო. ბიჭი იჯდა ალვის ხეზე და უკრავდა სალხინო სალამურს. იმის დაკვარზე პეპლები ცეკვავდნენ და მთელი არემარე ხარობდა. ერთხელაც შურიანმა მეცხვარემ ხელმწიფეს შეატყობინა ბიჭის შესახებ. ხელმწიფემ ერთი ყუდიანი დედაბერი გაგზავნა ბიჭის მოსატაცებლად. დედაბერმა თხა წაიყვანა და ბიჭს დახმარებას სთხოვა. კეთილმა ბიჭმა არ იცოდა, რომ ეს ხაფანგი იყო. როგორც კი ხიდან ჩამოვიდა, დედაბერმა ჯადოთი დააძინა და სასახლეში წაიყვანა. გამოიყურა ბიჭს 9 კლიტრში. ზუსტად იმ დროს ფანჯარასთან ყვავი დაფრინდა. ყვავო, გეხვეწები, წადი და ჩემი სალამურები მომიტანე ალვის ხიდანო, შეეხვეწა ბიჭი. მე რომ ლეს ჭამდი და შენ ქვებს მესროდი აღარ გახსოვსო? უპასუხა ყვავმა და გაფრინდა. არც ბეღურა დაეხმარა ბიჭუნას, მის ბედისკენ ასროლი ქვა გაუხსენა. მოს მერცხალი გამოჩნდა და ბიჭმა აკანკალებული ხმით შესთხოვა დახმარება. მერცხალს ძალიან შეეცოდა ბიჭუნა და სალამური მიუტანა. დაუკრა ბიჭმა საჭირო არამოსალამური და წიქარა მაშინვე მოვარდა. დაუწყო რქებით მტრევად ციხის კარებს. 8 კარი შელეწა, მაგრამ მეცხრეს რქა მოსტყდა. დაღონდა წიქარა. თავის რქას ისე არჩიოდა, როგორც მეგობრის ტყვეობას. ღმერთს რქა შესთხოვა. ამ დროს პატარა თაგვი გამოჩნდა. რქას მოგავამ, თუ შენს ლეშს მარჭმელო, უთხრა თაგვმა წიქარას. მარჭმელო, დათანხმდა წიქარა. თაგვმა რქა გაუმთელა, წიქარამ ბოლო კარით შელეწა, გაათავისუფლა ბიჭი და ისევ იმ ალვის ხესთან მიიყვანა. იჯდა ბიჭი ალვის ხეზე, უკავდა სალხინო სალამურს და ერთობოდა. უცებ წიქარა მოაგონდა და ნახვა მოუნდა. დაუკრა საჭირო არამოსალამური, მაგრამ წიქარა არ გამოჩნდა. რაღაც იზამდა, წავიდა თავისი მეგობრის საწვრთნელად. ბევრი ეძება,
ბოლოს ერთ კორწზე მკვდარი იპავა. დაემხო ბიჭი წიქარას და ატირდა. ისე გულსაკვავა ტიროდა, რომ მისი ცოდვით ბალახნიც ტიროდნენ. აღარ ძირხეოდნენ. კაპლები აღარ გაფრინავდნენ და ცრემსახვიდნენ. ვაიმე, ჩემო წიქარა, მოსთქვამდა ბიჭი. უშენოდ ახლა რა მეშველებაო. ამ დროს საიდანღაც ის თაგვი გამოძვრა, წიქარას რომ ქა გაუმთავა. წიქარას ლეში საჭმელად მოსულიყო თურმე. რომ დაინახა ბიჭი, ასე საცო დავატირო და უთხრა. რას მომცემ წიქარა რომ გავოცოცხლო? შენს ვერს ხომ ეჭმევო? ოღონდ კი ჩემი წიქარა გააცოცხლო და გაჭმევო, უთხრა ბიჭმა. გაიქცა თაგვი, იქვე მიკრიფ მოკრიფა რაღაც ბალახი, მოარბენინა. წიქარას წაუსვა, წამოუსვა და გააცოცხლა. მოეხვია ბიჭი ხარს, იალერსება, თვალებს უკოცნის. წიქარაც პირს უთათუნებს ბიჭს და ლოკავს. აბა გეყოფოთ, უთხრა თაგვმა ბიჭს. მე უკვე კარგად მომშვიდა. შენი სიკვდილის დროა, უთხრა ბიჭს. გაიქცა თაგვი, მოკრიფა სასიკვდილო ბალახი, მოიტანა და ბიჭს გაუწოდა. ბიჭს არ ეთმობოდა წიქარა, მაგრამ პირობა ხომ უნდა შეესრულებინა და თავისი მეგობრისთვის მომკვდარი. ის იყო ბიჭი უნდა შეხებოდა ბალახს, რომ თაგვმა უთხრა. მიპატიებია. თქვენერი მეგობრები ჩემს სიცოცხლეში არ მინახავს, იცოცხლეთ ბედნიერება. მას შემდეგ წიქარა და ბიჭი სულ სხვა მხარეში გადასახლდნენ, სადაც არც შურიანი მეცხვარე იყო და არც კუდიანი დედაბერი. ამბობენ, რომ ბიჭი დღესაც იმალვის ხეზე ზის, უკრავს სალხინო სალამურს და მთელ ქვეყანას ახარებს. როცა წიქარას ნახვა მოინატრება, დაუკრავს საჭირო არამოსალამურს და წიქარაც მაშინვე მის გვერდით გაჩნდება ხოლმე. ჭირი იქა, ხინი აქა, ხატო იქა, ქვილი აქა. რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენობია. ახლა კი შეკითხვების დროა. იმედი მაქვს, რომ შენ ყურადღებით მისმენდი და კითხვებსაც რა თქმა უნდა მარტივად გასცემ პასუხს. პირველი კითხვა, რომელსაც დაგისმევ, არის: რატომ არ დაეხმარნენ ბიჭს პავი და ბეღურა? რას გვასწავლის ეს ეპიზოდი ურთიერთობის შესახებ? კითხვა ნომერი 2. სწორად მოიქცა ბიჭი, როდესაც წიქარასთან ერთად გაიპარა? და თუ სწორად მოიქცა, რატო ფიქრობ ეგრე? კითხვა ნომერი 3. როგორი იყო თაგვი თავიდან? ცუდი თუ კარგი? რა გააკეთა მან ბოლოს ისეთი, თვითონ ყველა გაგვახარა? კითხვა ნომერი 4. რა მოხდებოდა ბიჭი, რომ ხელმწიფი სასახლეში დარჩენილიყო და იქ დაეკრა სალამური? შენი აზრით, თავისი მეგობრის გარეშე ბედნიერი იქნებოდა იქ? იმედი მაქვს, რომ კითხვების პასუხი ძალიან მარტივად გაიცი. არ დაგაუწყდეს, რომ ეს ვიდეო მოიწონო, გამოგვიწერო, გადმოწერო აირე ჟურნალი, სადაც უფრო მეტი კითხვა დაგვხვდება. ახლა კი ტვინის აერობიკის დროა. ყურადღებით უყურე ამ ვიდეოს და სახში აუცილებლად დივარჯიშე. დროთა განმავლობაში უფრო სწრაფად და სწრაფად გააკეთო ეს საوارჯიშოები. პირველ საوارჯიშოს, რომელსაც გავაკეთებთ, არის ეს. შეგიძლია ნელა დაიწყო და შემდეგ უკვე ნელ-ნელა აუჩქარო. მეორე საوارჯიშო, რომელსაც გავაკეთებთ, ძალიან კარგია ლოგიკით. ამიტომაც ყურადღებით უყურე. იმედი მაქვს მოგეწონა ეს ვიდეო და ჩვენ კი შემდეგ ვიდეოში შევხვდებით. არ დაგავიწყდეს კიდევ ერთხელ გახსენებ, რომ მოიწონო ეს ვიდეო, გამოგვიწერო, რა თქმა უნდა, აირე ჟურნალიც გადმოწერო, სადაც უამრავი ახალი საوارჯიშო დაგვხვდება. მომავალ შეხვედრამდე.